ხმამხსენიას ზოგიერთი სახეობის აგრიკულტურა უფრო მსხმოიარე, უფრო უხმოსავალს იძლევა და უფრო მედეგიცაა დამაზიანებელი გარემოპირობების მიმართ. ხო, უფრო მეტ ტაროს რომ ისხამს, ხო? მაგალითად ზოგიერთი სიმინდის სახეობა. კი, მაგრამ რატომღაც არსებობს სტერეოტიპები, რომ თითქოს თუ უფრო მსხმოიარეა სახეობა, შეიძლება მავნე იყოს. ამიტომ დღეს ჩვენ გვინდა სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ და გავარკვიოთ, რა არის რეალობა და რა არის მითი. რით განსხვავდება მაგალითად ჰიბრიდი გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან და რა უნდა იცოდეს ყველამ, ვინც აგროკულტურების მოშონებითაა დაკავებული, ვინც თუნდაც მცირე ბოსტნისთვის ამუშავებს მიწას. დღეს სტუდიაში განვიხილავთ აგროსფეროში არსებულ სტერეოტიპებს, რომლებსაც ხშირად ფერმერებიც კი შეცდომაში შეყავს თურმე. სეზონური აქტუალურობიდან გამომდინარე, სიმართლეს ვარკვევთ პროფესიონალებთან ერთად. ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ აგროკომპანია ბარაქას მთავარი აგრონომი ლიკა ბალარჯიშვილი და აგრონომი დავით ზარიძე. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდით ერთად გავარკვიოთ ტყუილი და მართალი, იმიტომ რომ თან სეზონიდან გამომდინარე აქტუალურია ეს საკითხი. ვიცი რომ ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება სოციალურ ჯგუფებში და მე ვფიქრობ რომ ჩვენი რადგან ყოველთვის ვცდილობს საჭირო შემეცნებითი ინფორმაცია მიაწოდოს მაყურებელს, ამ სეზონზე ამაზე უკეთ ვერაფერს გააკეთებს, თუ პერიოდულად მოიწევს და დაეყნობა პროფესიონალების აზრს. თუ შეიძლება აგვიხსნათ ერთი რამ, რატომ ერევათ ერთმანეთში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და პროდუქტები და ჰიბრიდული პროდუქტები და რას გულისხმობს თითოეული? როგორ რეგულირდება, ესეც საინტერესოა ჩვენთან. მოწვევისთვის საკმაოდ საკამათო საკითხი არის გენმოდიფიცირებული პროდუქტები და ჰიბრიდული სათესლე მასალის შორის განსხვავების პოვნა და ადამიანები, ასე ვთქვათ, ვერ თანხმდებიან ამ საკითხზე. პირველ რიგში, რომ დავიწყოთ, გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა არის გენური ინჟინერიით მიღებული. ანუ ეს გულისხმობს, რომ მასში დნმ-ის კონკრეტული მონაკვეთი არის შეცვლილი. რაც გულისხმობს ლაბორატორიულ ჩარევას ხელოვნურად, რომელიც ბუნებაში თავისით ესე ვერ მოხდება. რაც შეეხება ჰიბრიდულ სათესლე მასალას, ჰიბრიდულ სათესლე მასალის შემთხვევაში დნმ-ში ცვლილება არ შედის. ეს შეიძლება მოხდეს ბუნებრივადაც, როდესაც ერთი მცენარე და მეორე განსხვავებული ტიპის მცენარე ერთად არის, ერთი და იგივე ჯიშობრივი და გადაიმტვეროს. ჰიბრიდული სათესლე მასალის დნმ-ის შეცვლილი არ არის. ეს შეიძლება მოხდეს ჩვეულებრივ პირობებშიც. თუმცა ამ შემთხვევაში ჰიბრიდული სათესლე მასალის წარმოებისას ვიღებთ კონკრეტულ იმ სათესლე მასალას, რომლის თვისებებიც მოგწონს, მაგალითად უფრო გამძლეარის გარკვეული პირობების მიმართ, უფრო მაღალმოსავლიანია შეფერილობა და ეს კონკრეტული მცენარეების ხელოვნურად შეჯვარება ხდება. აქ რაიმე ისეთი განსხვავებული დნმ-ში ჩარევა არ ხორციელდება. ამიტომ სრულიად უსაფრთხო არის ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც და ასევე ცხოვრებისთვის. ეს შეეხება ჰიბრიდულს. რაც შეეხება ჰიბრიდულს. ხო, მაგრამ ეს გენმოდიფიცირებული როცა არის, ამ შემთხვევაში ეს იწვევს რაღაც მაინც უკუ რეაქციები აქვს, მაინც უკუ ჩვენებები აქვს, უკუა მაინც, ხო, ესე ვთქვათ. გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემთხვევაში ჯერ კვლევები არ არის იმდენად სანდო, რომ ზუსტად ვიცოდეთ, იწვევს თუ არა რაიმე ცვლილებას ადამიანშიც. ამიტომ ცოტა საფრთხილო არის, იმიტომ რომ არც ის ვიცით, რომ არ იწვევს არანაირ ცვლილებას და არც ის ვიცით, რომ რაღაც საზიანო შეიძლება იყოს. მაშინ კითხავთ, როგორ რეგულირდება ჩვენს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტები და ჰიბრიდული პროდუქტები. აი, მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა ჩვენს ბაზარზე საერთოდ იგრძელება, მიდასტურებთ, ხო? კი, ასე არის, ნამდვილად. არის ქვეყნები, სადაც დაშვებული არის გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება, ძირითადად უფრო ამერიკის ქვეყნებში, თუმცა ევროპული რეგულაციების მიხედვით გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა საერთოდ არ ხდება და აკრძალული არის. კი ბატონო, მოდით ჰიბრიდულ სახეობებზე და ჯიშებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა დამიდასტუროთ, თქვენც ჰიბრიდი მიიღება, აი რაღაცა ისეთი ბურუსით მოცული ექსპერიმენტის შედეგი რო არ იყოს. მე მაგალითად ვიცი, რომ ვაშლატამაც ჰიბრიდია, ხო? ანუ დამყნობის შედეგად მიიღება ჰიბრიდული ჯიშები ძირითადად. სხვა მიმართულება არის და ჰიბრიდებს რაც შეეხება, ჰიბრიდი მიიღება ორი სხვადასხვა ტიპის მცენარისგან, ერთ და იგივე კულტურის, ერთ და იგივე ვეგეტაციის პერიოდი რო ემთხვევა, შემდეგ გადამტერვისგან მიღებული პროდუქტი უკვე არის ჰიბრიდი. რაღაცა ერთ ჰიბრიდს აქვს, ერთ კონკრეტულს აქვს უკეთესი, რაღაცა მეორეს და ერთმანეთს მტვერავს და მასე მიიღება
ჰიბრიდული. ჰიბრიდული, ჰიბრიდული, ესე იგი დამტვერი შედეგად შეიძლება მივიღოთ. პროდუქტი რომ პროდუქტს რო ავიღებთ, უკვე ის არის ჰიბრიდი პროდუქტი მივიღოთ, მაგრამ ვარგისიანი და ჯანმრთელი და კი, თავისთავად. ხოსია, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ის დამყნობით, აი როგორც ნინო მაგნიშნა, არ იყო ეს მიღებული და არ მიიღება ამ შემთხვევაში ხო გზით ორი სხვადასხვა მცენარე იყო დარგული და ამ შემთხვევაში დაამტვერია ორი სხვადასხვა მცენარეა თუ ამის ერთ და იგივე აი მაგალითად სიმინდი რო ავიღოთ რა რაღაცა კონკრეტულად სოკოვან დაავადებაზე ერთსაა გამძლეობა მეორე შეიძლება გვალვაზე კონდეს რაღაც ვარიანტში გამძლეობა შემდეგ ესენი რო იყვავილებენ და ერთმანეთს გადამტვერავენ მასზე მიიღება უკვე ჰიბრიდი იქიდან აღებული პროდუქტი ხო, ანუ სწორედ ის ერთი ძლებს მეორეს და მიიღება ის განსხვავებული მცენარე შეიძლება იყოს რომ უბრალოდ რამდენი ადამიანი გისმენთ და ფიქრობს რომ ეხა ამ ჰიბრიდულ ჯიშებს და სახეობას რა სარგებლიანობა აქვს ისეთი რომ მე თქვა თუ არ ითქვა და უღალატო ენდემურ სათესლე მასალას რომელსაც რა ვიცი წლობით თესა და მომყავს ჩემს ბოსტანში ხო ჩემს ეზოში თუ ჩემს და სპეციალურ დანიშნულების ნაკვეთში ხო აი რატომ რა ეხა გისმენთ თქვენ და კი მივხვდი მე რომ ეს სიმინდი ასე დროს თუ ჰიბრიდულ ჯიშია გამოყვანილი გვალვასაც გაუძლებს ხო და კიდე რა თქვით სოკოვან დაავადებებსაც ხო თუ ორიდან დაიმტვერა და გამოვიდა ერთი მაგრამ კიდე რა სარგებელი აქვს აი მე მახსენდება ფრანგული ჰიბრიდული თუ არ მეშლება სიმინდი იყო შემოტანი LG ხო ასეთი რომელიც მაგალითად უხმოსავლიანობითაც გამოირჩეოდა ძალიან ხო ესეც რაღაცა ჰიბრიდული გამოყვანის მიზანია რომელსაც ამართლებს კი ჩვენ გვაქვს კომპანია Limagrain-ის, ფრანგული კომპანია Limagrain-ის ეს სათესლე მასალა ჰიბრიდები არის და ის უპირატესობა აქვს ჩვენ ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, რომ უკეთესი მოსავალს ვიღებთ, რაც ყველაზე მთავარია ფერმერისთვის. რაღაც 13, 14, 15 ტონებს გააჩნია მოვლის პირობებს და რეგიონს. 1 ჰექტარზე მოსავალს გულისხმობ. ჯიშისგან შეგვიძლია ავიღოთ 5 ტონა მაქსიმუმ. თავისთავად უფრო პროდუქტიულია და კიდე ის გამოარჩევს ჰიბრიდებს ჯიშისგან, რომ საქონლის მიმართულებით მოიხსენებათ, რომ გამოიყენებენ საქონლის მიმართულებით კვებაში. წველადობას უმატებს, მეხორცულს ზრდას უმატებს და აი ეს უპირატესობები აქვს. ანუ პროტეინის მაღალი შემცველობა აქვს და კვებითი ღირებულება აქვს ძალიან მაღალი. დავაზუსტებ. თქვენ ახლა გულისხმობთ საქონლისთვის მიცემულ მარცვალს თუ ღეროს? არა, მარცვალს. მარცვალსაც და უნარჩენო წარმოების თვალსაზრისით, აი როცა ღეროზეც საფიქრალი გვაქვს. ღეროს თქვენ რასაც გულისხმობთ, მაგას უკვე სილოსი ჰქვია. და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის მესაქონლეობის მიმართულებით, რაც პირდაპირ კავშირში არის მერძეულთან რძის მომატებასთან აკავშირებით. ამ ხობის მომზადების წესი კიდე განსხვავებული იყო, როცა ხორცული ცხოვრების სასილოსე ჰიბრიდები უჭრებოდა და რაღაცა წნილდებოდა კი არა, რაღაცა და დამჟაოდეს. აი საინტერესოა მაინც ახლა მე მაგალითად ხო ნაწილობრივ ვიცოდი ამ ორი განსხვავების ორი სხვადასხვა სახელის თაობაზე შესახებ უბრალოდ რატომ მოხდა ისე რომ დღემდე ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის თქვათ მაგალითად ამ ორი რაღაცის განსხვავება და ვერ განუსხვავებია და არც უფიქრია ამაზე და არც მიუქცევია ყურადღება ხო, ლაპარაკობთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებსა და ჰიბრიდებს შორის, დიახ. არასაკმარისი ინფორმაცია არის. ფერმერებს არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებლების, რომლებიც თქვათ შეიძენენ მოიხმარენ პამიდორს და ყიდულობენ მაღაზიაში, გონი არიციან მათ ეს განსხვავება. რეალურად ჰიბრიდულ სათესლე მასალასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს. ქართულ ენაზე ამის შესახებ ინფორმაციები ნაკლებად არის მოსაძებნი. თუმცა უცხოურ საიტებზე ძალიან კარგად არის ხოლმე ეს ინფორმაციები ახსნილი. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ფერმერებს და თუნდაც მომხმარებლებს, რომლებიც უბრალოდ მოიხმარენ ამ სიმინდს ან გარკვეულ ბოსტნეულს, იცოდნენ, რომ ჰიბრიდულ სათესლე მასალასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს
ადამიანის ჯანმრთელობასთან. ხო, აი მოდი ერთად დავამსხვრიოთ კიდევ თუ ეს სტერეოტიპებია, თუ არა და შემისწორეთ, მაგალითად ჰიბრიდულ მასალას მე წავიკითხე, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი Facebook მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ჰიბრიდულ მასალას უფრო მეტი პესტიციდი ჭირდებაო მოსაყვანად. თქვენია თუ მართალი? არანაირად პირიქით ჯიშთან შედარებით უფრო ნაკლები სჭირდება. წეგანაც აღვნიშნე, რომ სოკოვან დაავადებებთან მიმართებაში არის გამძლე და ჯიში არ არის გამძლე. ჯიში გვჭირდება, რომ ის აუცილებლად შევწამოთ და გქონდეს ჯანსაღი მცენარე და ჰიბრიდში უკვე არ გვჭირდება, იმიტომ რომ ის თვითონ უძლებს იმ სოკოვან დაავადებას კონკრეტულად. ხო, საინტერესოა მაინც ისიც ნინო, რომ მე მაგალითად თქვენ ახლა ნახსენეთ პომიდორი ახსენეთ, ხო? მე მთელი ზამთრის განმავლობაში და მთელი წლის განმავლობაში მოვიხმარ ამ პროდუქტს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ დავუშვათ, ხო? მე ამას არ ვეკითხები, ეს ჰიბრიდულია, გენმოდიფიცირებულია და ამ შემთხვევაში გენმოდიფიცირებული თურმე ბაზარზე საერთოდ არ არის. მაგრამ ასე ძალიან ბევრი რამე არ უნდა იყოს ბაზარზე, მაგრამ სამწუხაროდ არის და უბრალოდ მე კი არავის არ ვაყენებ ამით შეურაცხყოფს, უბრალოდ ჩემი არცოდნის ამბავია, როცა მე არ ვკითხულობ ამას და ბუნებრივი არც უნდა ვიკითხო მაშინ, ხო? თუ არის თუ არის გენმოდიფიცირებული მიპასუხებს ან მეტყვის ის რომ ეს ჰიბრიდულია ან ცოტა ისეთი კითხვა მაქვს ხა რომელიც შეიძლება გეხებათ მაგრამ მაღაზიაში მარკეტში მისული როდესაც ხართ აგროკონსულტანტი საერთოდ მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ თუმცა ჩვენ შეგვიძლია გითხრათ რომ ქართულ ბაზარზე არ არის მსგავსი თუნდაც ჰიბრიდები შედად იყო ის რომ ძალიან მაგარი კანი აქვს პომიდორს და დიდხანს ინახება ეს არის ჰიბრიდულად გამოყვანილი სპეციალურად იმიტომ რომ ზუსტად შევინახოთ დიდხანს იმიტომ რომ ეს პროდუქტი საკმაოდ დიდ გზას გადის ფერმიდან ჩვენს სამზარეულომდე რომ მივიდეს ამიტომ გვჭირდება ასეთი პროდუქტი სხვა შემთხვევაში დახლებზე გაფუჭდება პროდუქტი ამიტომ ხდება ისეთი სათესლე მასალების შეჯვარება, რომლებიც უფრო გამძლე არის თუნდაც ამ ტრანსპორტის მიმართ. დავით, ჩდება კითხვაც, ასეთი ტიპის კითხვასაც გადავწყვდომი ვარ, რომ ჰიბრიდული სათესლე მასალით მიღებულ პროდუქტს არ ჭამს საქონელი, არ ჭამენ ცხოველები. ესეც მითი არის. პირიქით, წერანაც რო აღვნიშნეთ, ჰიბრიდებს აქვთ კვებითი ღირებულების ძალიან მაღალი შემცველობა. და ასევე რაც თავარი არის პროტეინის მაღალი შემცველობა, რაც პირიქით უკეთესი არის. რომ მივცეთ არა მარტო საქონელს, ნებისმიერ ცხოველს, რასაც ვაჭმევთ სიმინდს, კომბინირებულ კვებაშიც რა თქმა უნდა. ასევე სილოსზე არის იგივე ვარიანტი. კი ბატონო. თუ შეიძლება აი გითხარით ყველაზე ხშირად ფერმერებმა რა ტიპის შეცდომები შეიძლება დაუშვან, როდესაც სათესლე მასალას არჩევენ? პირველი რაც თავარი არის რომ ფერმერებმა გაითვალისწინონ ეს არის სერტიფიცირებული სათესლე მასალის შერჩევა და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონკრეტული ჰიბრიდის კონკრეტულ რეგიონზე შერჩევა ანუ დარაიონები რასაც ძალიან ბევრი არ აკეთებს ხოლმე და არ უყურებს საერთოდ ამას. ჩვენ შემთხვევაში როდესაც კონკრეტულ თესლს ვიყენებთ ჯერ ხდება მისი გამოცდა სხვადასხვა რეგიონებში და ხდება დარაიონება ამის შემდგომ და კომერციულად შემდეგ ვუშვებთ ამ პროდუქტს. კონკრეტულად ვნახოთ ჩვენთან, ჩვენს რეგიონებში, როგორი არის ეს კონკრეტული ჰიბრიდი, ამართლებს თუ არ ამართლებს, რომ ჩვენი ევროპელი აგრონომები ვინც არიან, ის იქ შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთან საქართველოში, კონკრეტულ რეგიონში შეიძლება იმან არ გაამართლოს. ის რა თქმა უნდა ამოვარდება თავის თავს. თქვენ ახსენეთ ჩვენ ვისაუბრეთ უბრალოდ ფრანგული ჯიშის სიმინდზე, მაგალითად ჰიბრიდზე, ხო? საინტერესოა, აი საქართველოში მსგავსი ტიპის ჰიბრიდული სახეობების გამოყვანა ხდება? არა, საკმაოდ რთული პროცესია, სტერილური გარემო ჭირდება, სადაც სხვა მცენარიდან ეს გადამტვერვა არ მოხდება. იმიტომ რომ ბუნებრივ პირობებშიც ხდება და თუნდაც ეს F1 მაჩვენებელი რაც არის ხოლმე სათესლე მასალაზე აღნიშნული, სწორედ იმას გულისხმობს, რომ ეს არის პირველი შთამომავლობა ამ შეჯვარებული სიმინდების თქვათ ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს F1 ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. სხვა შემთხვევაში თუ ამ სიმინდის ხელახლა დათესვა მოხდება
უკვე ის არ იქნება იმ ახასიათებლების, რაც თავდაპირველად იყო? კი, რა თქმა უნდა, მოსავლიანობაც უფრო მცირდება და ის დაავადებების და მავნებლების მიმართაც უკვე ისეთი გამძლეობა აღარ აქვს. მარტო სიმინძე რო არ ვისაუბროთ, აი კიდე რა ტიპის ჰიბრიდული აგროკულტურის სათესლე მასალა შემოდის მაგალითად საქართველოში, რომელიც რაღაც წარმატებით დაინერგა და რაღაც წარმატების ისტორია არსებობს. საკმაოდ დიდი წარმატებით არის ბოსტნეული კულტურები, როგორიც არის მაგალითად პამიდორი, კიტრი, ბაღჩეული კულტურებიდან საზამთრო, ნესვი, საკმაოდ ისეთი არის და სულ ახალ-ახალი ჰიბრიდები შემოდის, განსხვავებული ტიპის, განსხვავებული გემოვნური თვისებებით და საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულებითაც. შემოვიტანოთ ყოველთვის ახალი, გაუმჯობესებული ჰიბრიდები, რომ რაც სიტყვაზე შარშან არ მოგვეწონა, წელს უკვე უკეთესი იყოს. იცი რა, შეგვიძლია აი ახლა ვინც ფერმერია ან დაინტერესებული ადამიანი უთხრათ, სად შეიძლება თქვათ ჰიბრიდულ სათესლე მასალაზე, ჰიბრიდულ პროდუქტებზე საერთოდ ცოტა უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, სად არის ინფორმაციის? აგროკომპანია ბარაკა მუდმივად ცდილობს, რომ ფერმერებს მიეწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ასევე Facebook და YouTube გვერდები, სადაც მუდმივად ვდებთ ახალ-ახალ ინფორმაციებს, ახალ-ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც მუდმივად ვითარდება და თვითონმა ფერმერმა ფეხი უნდა აუწყოს ამას, იმიტომ რომ სოფლიოც ვითარდება და ჩვენ ესე უკან ვერ ჩამორჩებით, იმიტომ რომ არ იქნება კონკურენტუნარიანი გარემო. აი საზამთროს ხედავთ ეხლა. ჩვენ რაღაც ახალ სახეობებს მართლა ვხვდებით დახლებზე, რაც მანამდე არის. შარშან მაგალითად საზამთრო გავჭერი, ყვითელი გული ქონდა, ძალიან გემრიელი იყო. არის უფრო თხელკანიანები, ხო? საზამთროს გარეშე თითქოს, აი ეხლაც მაყურებელი ადევნებს თვალს. უკურკო არ არის, უკურკო. ხო, ეს ყველაფერი ჰიბრიდებია? კი, ჰიბრიდები არის ყველა. და უკვე სათესლე მასალად გამოიყენება საქართველოში. რატო გეკითხებით იცით ამას? ასეთი ერთი შეხედვით უცხო საზამთროები, რაც აღმოვაჩინეთ ბოლო წლებში დახლებზე, საქართველოშია მოყვანილი? საქართველოშია მოყვანილი, სათესლე მასალა შემოდის საზღვარგარეთიდან, იმიტომ რომ საქართველოში ამის წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია. თითოეული სათესლე მასალა, რომელიც შემოდის, აქვს თავისი აღწერილობა, F1 არის ყველა. და თუ შემდგომ უკვე მოყვანა ხდება საქართველოში ამ სათესლე მასალის. რა გამოარჩევს ამ ჰიბრიდებს? აი მაგალითად, შეგიძლიათ ცოტა უფრო კონკრეტულად უთხრათ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ წელს საზამთრო უნდა დათესოს, ან პომიდორი უნდა რომ დათესოს და ჯერ ჩითილები არ აქვს, ასეთებიც ვიცი არსებობენ, კიტრი. აი რა სარგებელს ნახავს თუ სერტიფიცირებულ, როგორც თქვენ ბრძანეთ, და ჰიბრიდულ სათესლე მასალას გამოიყენებს? უკეთეს ხარისხს, მოსავალს, რაც რაოდენობაში აისახება და ნაკლებ ხარჯს. ნაკლებ ხარჯს გულისხმობ პესტიციდების მიმართულებით. ეს ყველაფერი განაპირობებს მაგ ჰიბრიდების უპირატესობას. მადლობა თქვენი როგორც პროფესიონალების მიერ გაზიარებული ინფორმაციისთვის. კითხვა რო იცოდეთ, ზღვა კითხვები გვაქვს კიდევ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი მაქსიმალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ. თქვენი გუნდის წევრების გამოცდილებაზე დაღრდნობით, რომ უფრო ინფორმირებული გახდეს ჩვენი მაყურებელი. პირველი და მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ დღევანდელი ჩვენი ეთერიდან, რაც გახდა ცნობილი, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები კანონით იგრძელება საქართველოში და ის სრულიად განსხვავდება ჰიბრიდული პროდუქტებისგან, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს ვეთქვი, რომ აგროკომპანია ბარაკას მთავარი აგრონომი ლიკა ვალარჯიშვილი, აგრონომ დავით ზარიძესთან ერთად პასუხობდა დღეს ჩვენს კითხვებს.